სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობასა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ ჯგუფს შორის დაპირისპირება პირველი პლაკატის გამოჩენისთანავე დაიწყო. მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებმა სათქმელის ბოლომდე დასრულების უფლება არა მარტო ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებს, საკუთარ თანამოაზრეებსაც არ მისცეს. არ ვიცავთ, არ ვიგინებ. რატო პროვოკაცია დაწყო? ნუ იმაშლებ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც სახალხო მართლმადიდებლურ ორგანიზაციას ილიას უნივერსიტეტის ეზოში შეუერთდნენ, დაახლოებით 1 საათში ამავე ორგანიზაციის შეკრებაზე გამოჩნდნენ. ცოტა ხანში ეს შეკრება მალხაზ გულაშვილის ახალგაზრდა თანამოაზრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მას შემდეგ რაც იქ პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. ეს არის სტუდენტური ძალა, ხო? რამაც შევკრიბა და მოგვიყვანა აქ ყველა, ხო? და მოდის პოლიტიკოსები და რაღაცნაირად პიარს აკეთებენ თავისთან, რა? პოლიტიკურად სარგებლობენ, რა? ესენი იყო მოგზავნილები, ვისი და ჩვენ ვისაც ვეძახით ლიბერასტებს აი მათი მხრიდან. მალხაზ გულაშვილი, შოთა აფხაიძე და ორგანიზაციის სხვა წევრები ჭადრაკის სასახლეში საგანგებო დეკლარაციის მისაღებად შეიკრიბნენ. სახალხო მართლმადიდებლურმა ორგანიზაციამ თავისუფლების ინსტიტუტის გაუქმება მოითხოვა. რაც უმთავრესია ახლა ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის აკრძალვა საქართველოში როგორც ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული დაწესებულების, რომელიც ანგრევს დღითიდღე ქართულ ცნობიერებას. თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ დაგეგმილ გაცილებით რადიკალურ ფორმებზე მალხაზ გულაშვილმა უფრო ღიად გუშინ ოპოზიციის მიტინგზე ისაუბრა. ვინც მიაწოდებს თავისუფლების ინსტიტუტის წევრს წყალს, პურს ან შაქარს, წეული მწიყოს ისიც. თავისუფლების ინსტიტუტის შემდეგ სახალხო მართლმადიდებლების სიაში ყველა იმ ორგანიზაციის რიგიც დადგება, ვინც მათი აზრით ქვეყანაში ჭეშმარიტებას ებრძვის და ცნობიერების გახსნას ემსახურება. ფაშიზმის დაბრალება ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ არის ნაციონალისტი, არის ქართველი, პატრიოტი, არის სრულიად აბსურდული რამ. არასასურველი ორგანიზაციების დასჯის და ბრძოლის მეთოდებზე შალვა აფხაიძე, რომელიც სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია, ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე საუბრობდა. მე ქართველი ვარ და ისე გავაკეთებ, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის და მართლმადიდებლებისთვის იქნება. აი ეს არის მოკლე და კონკრეტული პირობა, რომლის განხორციელებაც დაწყებული მაქვს. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაწევს ან დააპირებს, დაისჯება ერის და ღვთის ხელით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკელი, რუსი თუ თურქი. სიკვდილი ყველას, ვინც ცდილობს ქართველის დამონებას. მე ვიგულისხმე კავკასიური რასის ჰეგემონია სხვებზე, ქართველები დომინანტები, სხვები ჩვენი ვასალიტეტის ქვეშ. წავიდა ურიელ მასონების დრო, ყველაფერი ცვალებადია. ახლა ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში ფინანსური და დესპოტური მანქანა, ყველა ჩვენს წნეხში. მართლმადიდებელთა შეიარაღებული ძალები იქნება ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა და არა ნატო. მე ვარჩევ დასჯას, სამაგიეროდ ჩემი შვილები იბატონებენ სხვებზე.